ოკეი, მზად ვარ რომ ნამბაზინის ტონერის შესახებ გესაუბროთ. ხობით 10 დღეა უკვე რაც ვიყენებ პროდუქტს, ორჯერ დილა საღამოს რუტინაში. შეფუთვა საკმაოდ დიდია, ტონერისთვის და კორეული ბრენდებისთვის არაფერი გასაკვირი, მაგრამ მაინც იღებთ 150 მლ-იან შეფუთვას საკმაოდ კარგ ფასად. ინგრედიენტებს რაც შეეხება, PDM-ს უკვე კარგად იცნობთ, მთელი 20-25 PDR-ის შესახებ საუბრობდით. მეც მოგიმზადეთ დეტალური ვიდეო YouTube-ზე ამ ინგრედიენტთან დაკავშირებით და თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ, რას ნიშნავს PDR-ი და როგორ გამოიყენება ზოგადად კოსმეტიკაში, გირჩევთ ნამდვილად მაგ ვიდეოს. აქ გვაქვს 1000 ppm, რაც 0.1% PDR-ს ნიშნავს. ეგ უკვე მინიმუმია რეალურად თერაპიული ზღვარისთვის, როცა PDR-ს ეხება საქმე, ამიტომ პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, რომ PDR-ის გამო შეიძენთ ამ პროდუქტს. NAD-ს რაც შეეხება, ეს არის კოენზიმი, რომელიც ბუნებრივად მოიპოვება ჩვენს კანში და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანის ბარიერისთვის. თუმცა ასე ზედაპირულად როცა გამოიყენება თავის მოვლის რუტინაში გარეგანი გამოყენებით, მართალი რო გითხრათ, ბევრი კვლევა არ გვაქვს ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით. თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება ეს ინგრედიენტი და ბევრი საუბრობს. პირდაპირ გეტყვით, რომ ჯერ არაფერი ესეთი განსაკუთრებული არ გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ვარსკვლავი ამ პროდუქტში ნამდვილად არის ის 50 სხვადასხვა პეპტიდი, რომელსაც ეს ტონერი შეიცავს. ასევე კერამიდების კომპლექსი, რომელიც აი ამ ბზინვარე ეფექტს აძლევს პროდუქტს. თავიდან რომ დავინახე შეფუთვა, მართალი გითხრათ, მეგონა რომ რაღაც მსგავს ესეთი გლითა მაკიაჟის ბზინვარე ეფექტს დატოვებდა სახეზე და ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, გულწრფელად გეტყვით, მაგრამ არაჩვეულებრივ გლოუს იძლევა. არაჩვეულებრივ გლოუს იძლევა. ეს 50 სხვადასხვა ტიპის პეპტიდი არაჩვეულებრივია ჰიდრაციისთვის, დატენიანებისთვის, კანის დარბილებისთვის, კანის ბარიერის გასაძლიერებლად და დასაცავად. არაჩვეულებრივია ცივი სეზონისთვის, მშრალი, გამომშრალი, გაღიზიანებული კანისთვის. განსაკუთრებით გავუწევ რეკომენდაციას ადამიანებისთვის, რომლებსაც უფრო ტექსტურით მოსწონთ თავიანთი პროდუქტები და არა მაინდა-მაინც ტიპიური წყლის ტექსტურის ტონერი არის თქვენი თემა. 3 ერთში ტონერს დავარქმევდი, გინაცვლებთ ტონერს, ესენციას და შრატს. ისეთი სასიამოვნო რბილი ტექსტურა აქვს, ისეთი ძლიერ ჰიდრაციას გაძლევთ კანზე, რომ შრატი და ესენცია თავისუფლად შეგიძლიათ გამოტოვოთ და ამ ერთი ტონერით ჩაანაცვლოთ. შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე, ამიტომ გზნობიარე კანისთვისაც თავისუფლად შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. გაითვალისწინეთ, რომ კერამიდების და პეპტიდების გამო ოდნავ წებოვანი ტექსტურა აქვს, მაგრამ ეს არის ტონერი, რომელსაც სახის წმენდის შემდეგ იყენებთ და როგორც წესი, შემდეგ მიყვებით თქვენი დამატენიანებლით, მზისგან დამცავით, ანუ ეს ბოლო პროდუქტი არ არის თქვენს თავის მოვლის რუტინაში, შესაბამისად ეგ წებოვანებაც არ რჩება კანზე.